მოგესალმებით, მე მინდა გამოეხმაურო პრემიერ-მინისტრის დღევანდელ პრეს-კონფერენციას და თქვა, რომ ჩემდა სამწუხაროდ ყველამ შევიტყვეთ, რომ ქართული ოცნება არ აპირებს საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებების ძირითადი ნაწილის შესრულებას, თუმცა ქართული ოცნება აპირებს შეასრულოს ერთი მთავარი დაპირება, ეს არის ანგარიშტორება ოპოზიციის განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. იმისათვის, რომ მე არ ვიყო ცუდად გაგებული, მე მოვახდენ ივანიშვილის ციტირებას. დღეს მან განაცხადა, პროკურატურა არის ვალდებული რეაქცია გააკეთოს ყველა საჩივარზე. ეს რიგები, იგულისხმება პროკურატურაში რიგები, რომ შემცირდეს, მე მოუწოდე ჩემს ოპონენტებს და კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩემ ოპონენტებს, კეთილინებონ და შეცვალონ რიტორიკა. ეს არის პირდაპირ იმუქარა ოპონენტების და რა თქმა უნდა აქ იგულისხმება ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობა თვითონ გადაწყვეტს, რა რიტორიკა ქონდეს და რა განცხადები გააკეთოს. ის კვლავაც დარჩება კრიტიკოსი ამ ხელისუფლების. ის ყოველწუთიერად შეახსენებს ხელისუფლებას, რომ მას აქვს აღებული ვალდებულება ქართული ხალხის წინაშე და ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულების შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკური დევნის, კანონის დარღვევის შემთხვევაში ის გააკრიტიკებს და არ შეცვლის რიტორიკას. თუ ბატონ ივანიშვილს სურს, რომ დაასუსტოს ქართული ოპოზიცია, მან უბრალოდ სწორედ უნდა შეასრულოს ის დაპირებები, რომლებიც ქართული ხალხის წინაშე არის. დევნა და შანტაჟი ოპოზიციის აუნებს არა მარტო ბიძინა ივანიშვილს, არამედ აუნებს საქართველოს იმიჯს და საქართველოს დემოკრატიას. და მე ურჩევ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ მან თვითონ შეცვალოს რიტორიკა და იყოს დემოკრატიული ქვეყნის, ხალხის მიერ არჩეული ქვეყნის ხელმძღვანელი და არ მიაყენოს საქართველოს იმიჯს დიდი ზიანი. დიდი მადლობა. პირველ რიგში დღეს ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა მუქარა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, მან თქვა და პირდაპირ დაადასტურა, რომ ეს დაჭერები, რომელიც ბოლო დროს ხორციელდება, ეს არის პირდაპირ წმინდა წყლის პოლიტიკური დაჭერები და მან პირდაპირ თქვა, რომ რიგები პროკურატურასთან ეს არის პირდაპირ პროპორციული ნაციონალური მოძრაობის რიტორიკის და რა თქმა უნდა ჩვენ ამ რიტორიკის შეწყვეტას არ ვაპირებთ. მე რა თქმა უნდა არ ვთხოვ პრემიერ-მინისტრს, რომ იფიქროს ნაციონალურ მოძრაობაზე და საპარლამენტო უმცირესობაზე, მაგრამ ვთხოვ იფიქროს ქვეყნის იმიჯზე, რადგან მისი ყოველი ეს განცხადება საქართველოს აშორებს დემოკრატიული ინსტიტუტებისგან. დღეს პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ არანაირი კორუფციული გარიგებები ტარიფებთან მიმართებაში არ ყოფილა და როდესაც ის საუბრობდა, რომ შეამცირებდა, გაანახევრებდა ტარიფებს, ის ატყუებდა ქართველ ამომრჩევლებს. როდესაც ის საუბრობდა, რომ შეამცირებდა სწავლის საფასურს, ის ატყუებდა ქართველ ამომრჩევლებს და ჩვენ ვაპირებთ ამ რიტორიკის გაგრძელებას ამ მიმართულებით. მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი მთავრობა, რომელიც აკეთებს ანონსს იმისას, რომ გაიზრდება კრიმინალის რიცხვი და იმის ნაცვლად, რომ განაცხადეს, რომ მთავრობა აპირებს ამ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას, პრემიერ-მინისტრი აცხადებს და მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, რომ ჩვენ შევეგუოთ კრიმინალის ზრდას. ასეთი მთავრობები მსოფლიოში არ არსებობენ, როგორც აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ მთავრობის მეთაური და ხელმძღვანელია და ბოლო საკითხი, რომელზეც მინდა გესაუბროთ, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. დღეს ბიძინა ივანიშვილმა თვითონ დაადასტურა, რომ მართლა არსებობს გეგმა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეუერთოს თავისი მეუღლის ტელევიზიას მე-9 არხს. ჩვენ ამის თაობაზე ვსაუბრობდით, ჩვენ ვთქვით, რომ ბიძინა ივანიშვილის აწარმოებდნენ სწორედ მოლაპარაკებას ამ ორი ტელევიზიის გაერთიანებაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდთან. მაშინ ამის თაობაზე იყო განცხადება გაკეთებული, რომ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ დღეს ბიძინა ივანიშვილმა ეს თავად დაადასტურა და როდესაც ეს მოლაპარაკებების გზით არ გადაწყდა, სწორედ ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში შესულიყო ხადურის ქვედანაყოფი. ძალიან ცუდია, რომ პრემიერ-მინისტრი აპირებს სწორედ ამ გზით საუბარს და ბოლო საკითხი
მართლაც დღეს პრემიერ-მინისტრმა თავად დაადასტურა, რომ საპარლამენტო უმცირესობა და რელიგიური უმცირესობები ერთი და იგივე ყოფილა. ყოველ შემთხვევაში მას ასე ჰქონია, ან ყოველ შემთხვევაში ერევა. მე ვთხოვ, რომ მას ამ საკითხშიც გაერკვეს. დიდი მადლობა.